მე ვარ ნინო წისიკაშვილი, ჩემი ცხოვრების მთავარი გამონათქვამი არის უფლის იწამე მარად. ეს გამონათქვამი არის ისეთი, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გახსოვდეს და უფლის იწამო ყოველთვის განსაცდელში თუ ხინში. და აი რას მოგვიტანს უფლის იწმენა განსაცდელში? ზოგჯერ არის, რომ ადამიანს იმედი ეკარგება და აღარ აქვს უფლის იმედი და ამ გამონათქვამს მე რო გავიხსენებ პირადად, სულ გამახსენდება უფალს თუ როგორი ძალა აქვს და როგორ დაგვეხმარება. აი მაგალითად ხინის დროს რას შეგუმატებს უფლის იწმენა? შეგუმატებს, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ უფლის, რომ ამ მომენტში ანუ ხინში ვართ და როდესაც წუწუნებთ განსაცდელში, უნდა გავიხსენოთ, რომ შემდეგ ამ ხინში მოგვცა ის საშუალება, რომ ბედნიერები ვიყოთ. კარგი, აი რას მოგცემს უფლის წმენა, მაშინ როდესაც ამა თუ იმ საცდურის წინაშე ვდგევართ და შეიძლება ცოდვაში ჩავარდეთ. გუმატებს, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ და ანუ იმ ცოდვაში ის ცოდვა არ ჩავიდინოთ და უფრო მეტად ძლიერები ვიყოთ. კი ბატონო, ანუ რო შევაჯამოთ განსაცდელში იმედს გმატებს, ხინში მადლიერებას და საცდურის წინაშე თავშეკავებას. მე ვარ ნინი პოღოზაშვილი. ჩემი ცხოვრების მთავარი წინადადება არის ჩემი მიზანია წარმატება იმ სფეროში, სადაც განვითარება მსურს. მე ზოგადად რო არ დავმალო, ცოტა ზარმაცი ადამიანი ვარ და ეს წინადადება იმიტომ ამოვირჩიე, რომ აი როცა რაღაცას გაკეთება ან სწავლა მეზარება ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, შემდეგ იმას რა მოყვება და აქედან გამომდინარე ჩემი სტიმულია ვიცხოვრო ამ წინადადებით. მე ვარ ანა კავკამიძე და რასაც იმას მოიმკი, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამონათქვამი, რადგან მაგალითად როგორც იყვნენ სიტყვაზე ავიღოთ მდიდარი და ლაზარე, მდიდარს ჰქონდა ყველაფერი, რაც ამ წუთის სოფელში შესაძლო იყო, მაგრამ ლაზარეს არაფერი გააჩნდა. ამაზე შეეძლო დაეწუწუნა და დაედანაშაულებინა უფალი, რადგან არ მისცა ეს ყველაფერი და არ ჰქონდა ამდენი შესაძლებლობა, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს მხოლოდ წუთის სოფელი იყო და ეს ყველაფერი წუთიერი სიამოვნება იყო და იცოდა, რომ შესაბამისად რასაც დასწეს და იმას მიიღებდა და როდესაც ორივე გარდაიცვალნენ, მართლაც შესაბამისად მიიღეს ის, რაც მათი შესაბამისი იყო. ლაზარე მოხდა სამარადისო სასუფეველში, ხოლო მდიდარი ჯოჯოხეთში. მე ვარ ანა კარაგეზოვი და ჩემი საყვარელი გამონათქვამი არის იცხოვრე ცხოვრებით, რომლის დამახსოვრებაც ღირს. ჩვენ იმდენი უნდა შეგვეძლოს, რომ ისეთი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ, ისეთი მიღწევები გქონდეს ცხოვრებაში, ისეთ რაღაცას მაინც ვაკეთებდით, რომ ამის დამახსოვრება ნამდვილად ღირდეს და რაღაცას რო გავაკეთებთ კარგს, რო გავხსენდება, კარგად გავხსენდებოდეს და აი რისი დამახსოვრება არ ღირს. აი რა იქნებოდა ისეთი საქმე, რისი დავიწყებაც მოგინდებოდა. ისეთი რაღაცის დავიწყება მინდებოდა ალბათ სიტყვაზე, როცა მეგობარს ვაწყენდებდი ან ოჯახის წევრს რაღაცას მოვატყუებდი ან რაღაცას ეგეც გავაკეთებდი ან ვიღაცას რამეს ასე ვთქვათ ვაწყენდებდი ან რაღაცა ეგეც სულს გავაკეთებდი, ანუ ამის დავიწყება. ნინო ჯოხაძე. ენა მამული სარწმუნოება მე ეს დავწერე, რადგან ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩვენი ენა ქართული, მამული, ქართველები და ჩვენი სამშობლო და კიდევ სარწმუნოება, ქრისტიანული სარწმუნოება. თანდილ ხითარიშვილი, ჩემი გამოთქმა არის შვიდად ცხოვრობ სავსე რწმენით, სიყვარულით და ღვთის გზითა, ოჯახი ჩემთვის ძალაა დიდი, სიხარულით გრძნობ თავს შინა და იმიტომ რომ ცხოვრობ ღვთის გზით და დიდი იმედია ჩემი ოჯახი. იმედი. დიდი იმედი. ღმერთის გზით სიარული რა არის შენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ სახარების ეულად ცხოვრობ. მე ვარ მარიამ ბუთხუზი და ჩემი ცხოვრებისეული გამონათქვამია არასდროს არ დანებდა ყოველგვარი სირთულის მიუხედავად და არასდროს არ დაკარგო იმედი და არ შეწყვიტო ბრძოლა მიზნისთვის.
ჩემი აზრით ეს გამონათქვამი ამბობს, რომ როდესაც რამე გინდა რომ გააკეთო, არასდროს არ უნდა შეწყვეტო ის შუაგზაში და უნდა დაასრულო ბოლომდე, თუ გინდა რომ კარგად ჩაითვალოს, რომ ნამდვილად გააკეთე ის სიკეთე თუ ყოველგვარი რამე ისე რამდენჯერ ყოფილა, რომ კაც საქმე დაუწყია, არ გამოდის და მაგრამ არ დანებებულა და ბოლოსში გამოსულა ისე როგორც მას. არასდროს არ და თუნდაც არ იყოს ძალიან კარგი, მაინც ყველა შეეცადა რომ ის რაღაც ნივთი თუ სიკეთე თუ ყოველგვარი რაღაც მაინც ბოლომდე მიიყვანა და იშრომა ამისთვის. აი, სახარებაში რო წერია, ვინც ბოლომდე მოითმეს, ისაც ხონდება. აი, სულის ხონების საქმეც ბოლომდე უნდა მიიყვანოს კაცი. მადლობა, მარი. როცა ამირაჯები. ჩემი ცხოვრების ამსახველი გამონათქვამი არის ის, სადაც არ უნდა იყოს წასული, ყველგან თვალთა წინ ყავდეს უფალი. ეს გამონათქვამი იმას ნიშნავს, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან უნდა გვახსოვდეს უფალი. ხილშიც და ჭირშიც. ხილში უნდა ვიყოთ მადლიერები უფლისა, ხოლო ჭირში უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაგვახმარება. ანდრია ხოხნი. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ ვცხოვრო უფლის მოსაწონად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რასაც წუთი სოფელში გავაკეთებთ, უფლის მოსაწონად გავაკეთოთ და უფალს მოეწონოს ის ყველაფერი. მე ვარ ბარბარე ესაშვილი და ჩემი აზრით ცხოვრების მთავარი აზრია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივისცემთ ერთმანეთს და დარჩეთ ბოლომდე ადამიანებად და თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარება და პატივისცემთ ერთმანეთს და დარჩებით ადამიანებად, ჩემი აზრით ყველაზე მახსოვრება ჩვენი ასე რომ ვთქვათ, კეთილი საქმეები და ყველას ვიამაყებით ასე რომ ვთქვათ. მე ვარ თეოდორე მესტონიშვილი. პირველად ეძიებდით სასუფეველსა მისა ღვთისასა და სიმართლესა მისა და ეს ყოველივე მოგეგება თქვენ. რატომ არის ეს გამონათქვამი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს გამონათქვამი ასახავს იმას, რა მიზანი უნდა გქონდეს ქრისტიან ადამიანს. პირველი მთავარი მიზანი. ანუ ქრისტიანის მთავარი მიზანია რომ დაიმკვიდროს სათავსასაფრელი. სათავსასაფრელი დაიმკვიდროს, უნდა იცხოვროს ისე, როგორც გვასწავლეს წმინდა მამებმა და რასაც გვასწავლის წმინდა წერილი. დედაჩემმა ეს გამონათქვამი გამიმართა ესე რომ ანუ ხოლოდ ზამთარი ზაფხულის იმედით გაყოლსო, ანუ ზამთარი რო არის და ზაფხულს რომ ველოდებით ან ხოლოდ ზამთარი და ზაფხული არა და ჩვენ ადამიანები რო სხვების იმედად ვართ. ამ კი ხო შეიძლება ესეც ვიგულისხმოთ, რომ აი მაგალითად ესე იგი ეს წუთი სოფელი ამ წუთი სოფლის სატანჯელები და განსასწრებელი სასუფეველის იმედით გაგყავს. როგორ შეიძლება? კარგი. მე ვარ ლიზა ღონაშვილი. ჩემი საყვარელი ფრაზა არის გაიღიმე, ეს შეიძლება ვიღაცისთვის დღის სინათლე იყოს. ანუ მე ეს ფრაზა ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან ანუ აი მაგალითად ვინმე გაჭირებულს რომ გაუღიმებთ და ანუ შეიძლება მისთვის ეს ღიმილი ანუ ძალიან სათნო იყოს და ანუ უფრო თვითონაც გაიღიმოს და მე ვცდილობ რომ გავიღიმო ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ არ მინდა გაღიმებო. მე ვარ ანასტასია ესაშვილი და ჩემი საყვარელი გამონათქვამია, როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, ისევე მოექცეთ თქვენ მათ. ეს ნიშნავს, რომ რო არ გინდა რომ თქვენ მოგექცენ სხვა ან ცუდად ან ცუდად რო არ გინდათ რომ შენ გექცეოდნენ, ისევე არ უნდა მოექცეს სხვას და ნინო კამკამიძე ჩემი საყვარელი გამონათქვამია, მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა. ჩემი აზრით, ყველა განათლებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი მოხდარი მოვლენა კრიტიკულად განსაჯოს და უფრო სწორი ანალიზი გააკეთოს იმის, ვიდრე ამას გააკეთებს გაუნათლებელი ადამიანი. და ვფიქრობ, რომ თუ ყველა ასეთ მოვლენას ადამიანი სწორად განსჯის, მაშინ ეს ერთაშორის ბედნიერებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება. მე ვარ ნანუკა იესაშვილი და ჩემი საყვარელი ფრაზაა ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს რომ ამ წუთი სოფელში სტუმრადაა და უნდა ეცადოს ღირსეულად გაიაროს გზა რომელიც სასუფეველამდე ანუ სახლამდე მიიყვანს. ადამიანს თუ ყოველთვის ეხსოვება რომ ეს წუთი სოფელი როდესაც დამთავრდება და
როდესაც იქნება დრო, როდესაც აქ აღარ ცხოვრობს, მაშინ ის ეცდება რომ ღირსეულად გაიაროს გზა და ეცდება რომ ამ წუთის სოფელში ყველანაირი სიამოვნება მოიკლოს და ახსოვდეს მუდამ რომ აქ დროებით არის და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ სასოფელში დაბრუნდეს. მე ვარ ბარბარე ბუთხუს და ჩემი ცხოვრების აზრია რომ მხოლოდ ის ვინც მზად არის შეცდომის დაშვებისთვის ის მიაღწევს წარმატებას და ამ აფორიზმის ყველაზე მთავარი ამ აფორიზმის შინაარსია რომ ადამიანი რომელიც შეცდომებს უშვებს ამ შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს რომ ეს შეცდომა მეორეთი აღარ გაიმეოროს. თუნდაც ადამიანი როდესაც ქრისტიანობაში რაღაც შეცდომას დაუშვებს ამაზე ისწავლის და შემდეგ ყველანაირად ეცდება რომ ეს აღარ განმეორდეს. შეცდომების და ვისაც ეშინია ის საერთოდ ვერც დაიწყებს რამეს ხომ მართალია. მაგრამ შეცდომების შიშით არაფრის კეთება უფრო დიდი შეცდომა არ არის, საერთოდ არ გამოვა არაფერი. მე ვარ ნატა გაბინაშვილი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია ადამიანების გულში სიკეთისა და სიყვარულის ჩაღვრა. ანუ ცხოვრებაში რაც შეგვიძლია ბევრი სიკეთე უნდა გავაკეთოთ და სიყვარული დავთესოთ. მადლობა ნატა. ღმერთმა ხელი მოგიმართ, ძალიან კარგი. მე ვარ ანა მუზიაშვილი და ჩემთვის ცხოვრების მთავარი აზრი სიყვარულია, რომელსაც სულის გადარჩენისაკენ მივყავართ. მთავარი ადამიანის ცხოვრებაში არის სიყვარული პირველ რიგში ღმერთის და ადამიანებისაც მოყვარსისა და ჩემი აზრით ეს სიყვარული გვაცხონებს. გამარჯობათ, მე ვარ სოფი ხურგულაშვილი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის გამოვადგე სამშობლოს და რაიმე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. ზოგადად ადამიანები ამ ქვეყნად ერთხელ მოდივართ და მივდივართ. ზოგს უბრალოდ გონია რა არის სამშობლო, უბრალოდ მიწა. მაგრამ ყველა ნებისმიერი ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ ეს არის ადგილი, სადაც დაიბადე, გაიზარდე, განვითარდე და ბოლოს ისევ აქ გარდაიცვლები. ზოგადად ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ რაღაცა წვლილი შევიტანო საქართველოს განვითარებისთვის და 100 წლის მერე აი რაღაცა დამემართება და გადავიცვლები თქვენ ხალხმა, რომ აი სოფაო სამშობლოს მოყარული იყო. შენგენაცო. მერქმა ძალამოწეს რომ დიდი წვლილი შეიტანო. რამე კი არა, დიდი წვლილი შეიტანო. რიონე ფოსური და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია რომ როცა გარდაცვლები 64-ში მოხდე, რადგან როდესაც ადამა და ევამ შესწოდეს, ისინი 64-დან გამოვარდნენ და ჩვენ ყველა ადამიანის მთავარი მიზანია რომ დავიბრუნოთ ჩვენი მთავარი საცხოვრებელი, რომელიც არის სადასასვლელი. ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი არის ის, რომ ვიყო ისეთი ადამიანი, რომლისგან სხვები მაგალითს აიღებენ, გავიმარჯვო საკუთარ თავზე, სამყაროში ჩემი ადგილი ვიპოვო, განვიცადო ნამდვილი სიყვარული და ავიღო ყველაფერი, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. მე ვარ ბარბარე ზაკუტაშვილი და ეს არის ჩემი ცხოვრების მიზეზი და მიზანი და მინდა რომ ვიყო ისეთი ადამიანი, რომ ბევრმა ადამიანმა მომბაძოს და როგორ ხუჩა ჟურნიაშვილი და ჩემი ფრაზა არის არასდროს დანებდე იბრძოლე მუდამ. ამ ფრაზაზე ის მახსენდება მამაო რო გაყურებინა ადრე. კიბეებზე რო ადის ერთი კაცი და რო ჩამოვარდება, მე შეუკნიდა რო დაიწყებს და ბოლოს რომ აინცავა. ეგ ვიდეო ხმის. არგია. ეგ ვიდეო მახსენდება ხოლმე სულ ამ სიტყვებს და მაგითო. ხო და ეცადეთ ესე ეგ მარტო ლაპარაკად კი არ დარჩეს. აი ბევრჯერ რო არ გამო, მაშინ უნდა გაიხსენო. თორე რო გამოდის ეგ ადვილია. რაღაც რო არ გამოდის, იქ არ უნდა ჩამოყარო ყურები. და უნდა გააკეთო. ეგრე არა ნიკო. მე ვარ ანასტასია ჟურნიაშვილი და ჩემი ცხოვრების მთავარი გამონათქვამი არის ინათე და სხვა ცანათე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა საბედნიერე და შენც იბედნიერე იმასთან ერთად. ჩემი და ჩემი აზრით თითოეული მართლმადიდებელი ადამიანის მთავარი მისწრაფება ეს რა თქმა უნდა სულის გადარჩენა არის. ხოლო სიყვარულის გარეშე ეს შეუძლებელი არის. როგორც ამბობს ბერიოსე ბარტოპედელი, გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ სიყვარული გაერთიანებთ, თქვენ ვერავინ ვერ დაგიშალთ. სიყვარული ეს არის არა მარტო სათნოება, არამედ ჩვენი ორგანული ნაწილი. თუ ჩვენ გვექნება სიყვარული, ჩვენ არავის არ განვკითხავთ, არავის არ ვაყვედრით. არ გვაქვს შური და არავიზე არ ვიბუტებით. მოყვასისთვის თავის დადებას და შევძლებთ მტრის სიყვარულს. სწორედ ეს არის ის სიყვარული, რომელიც
გვასწავლა იესო ქრისტემ არა მარტო თავისი თეორიული გარიგებებით, არამედ თავისი ცხოვრებით. მე ვცდილობ, რომ ეს სიყვარული შეძლო. მე ვარ ნიკოლოზ ხარხელი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია რომ მე გადავრჩე ცხონდე და ასევე რომ სხვა ადამიანებისადმი გამოვხატო სიყვარული. იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ცნობა გვაქვს რომ თუ ჩვენ არ გვიქნება ადამიანებისადმი სიყვარული, ჩვენ ვერც ღმერთთან ვერ დავახლოვდებით ისე, რადგან მთავარია სხვებისადმი გამოვხატოთ სიყვარული. მე ვარ ანდრია მესტუმრიშვილი და ჩემი მთავარი ცხოვრებისეული მიზანია რომ გავხდე დიდი ფეხბურთელი და ვასახელო ჩემი სამშობლო. მე ვარ თორნიკე მეტრეველი და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია რომ ყოველთვის მახსოვდეს რომ თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული ხომ იცის ღმერთმა ანუ ამ გამონათქვამის მთავარი აზრი არის ის რომ რაც ადამიანისთვის არის უხილავი უფალისთვის არის ცხადი ანუ უფალს შეუძლია რომ ცხადად გამოავლინოს და ეს ყოველივე ჩვენ სამუდამოდ სამსხვილში გამოგვადგება მაგალითად როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებს ფარულად უფლისთვის ეს ყოველივე არის ცხადი და შემდგომ ადამიანს საშუალება იძლევა რომ სათა სასუფეველში შევიდეს მე ძალიან მომეწონა თქვენი გამონათქვამები და გისურვებთ რომ ის მიზანი რაც გაქვს ცხოვრებისეული საზრისი არ გეღალატოთ მაგ საზრისისათვის და ბოლომდე მიგეყვანოთ ესე. მერქი შეგეწიოს